თუ ვაპირებთ ნაირის და კორტავას ჩხუბს, როდის ეჩხუბება ნაირ მელიქიანი კორტავას და ასე შემდეგ. ჩვენ და მე როგორც გამას მატჩმეიკერი გეუბნევით შემდეგს. ეს ბრძოლა 99 და 900% გაიმართება, მაგრამ როდის ეს არის ღია საკითხი. შეგახსენებთ, რომ ნაირ მელიქიანი გეგმავს 70 კილოგრამში ჩასვლას. ნაირ მელიქიანი არის 73 კილოგრამის გრან-პრის ჩემპიონი, რომელმაც 25,000 ლარით გაათხელა გამას ჯიბე. თუმცა, რაც შეეხება მის გეგმებს, როგორც თქვი, აპირებს 70 კილოგრამში ჩასვლას და, რა თქმა უნდა, უდაოდ იმსახურებს ის ბრძოლას საჩემპიონო ტიტულზე. ხოლო რაც ეხება ორგანიზაციის გეგმებს, მე პირადად, როგორც ორგანიზაციის მატჩმეიკერი, ვფიქრობ შემდგომს, რომ ჩვენ ყავს 70 კილოგრამში დროებითი ჩემპიონი, ბესო ფარჯიანი და ყავს ჩემპიონი, რომელმაც დაიცვა თავის ტიტული, ბექა კორტავა. ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა უახლოეს პერიოდში ბექას და ბესოს ბრძოლის ნახვა, რომ გაერთიანდეს ტიტული და ვინ იქნება ეს ბექა თუ ბესო, აზრი არ აქვს, ეს იქნება უდაო გამას ჩემპიონი, რომელიც დაეტაკება უდაო გრან-პრის ჩემპიონს.